მანიფესტაცია. შეიძლება გითხრათ, არ ვიცი ეს თემა აქამდე რატომ არ არის ჩემს არხებზე ამ თემაზე არაფერი თითქმის, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე მოთხოვნადი თემა არის, რაზეც არ ვიცი, უამრავი კითხვა შემომსვლია ხოლმე ამდენი წლის განმავლობაში. ხო და ამას არაფერს არ ვაკეთებდი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ალბათ მიხვდით თუ უკვე მიცნობთ და რაიმე ჩემი მოგისმენთ, ალბათ ხვდებით, რომ კლასიკური მანიფესტაციის ხერხები ახლა არ უნდა გასწავლოთ ამ პოდკასტში, ამისთვის არ კეთდება. უბრალოდ მინდა ავხსნა, საერთოდ რა არის მანიფესტაცია, რატო არის ახლა ასეთი ბუმი ამ ყველაფერზე, რისთვის გვჭირდება და რა არის საუკეთესო ხერხი იმისა, და არ მანიფესტაცია, მაგრამ რა არის საუკეთესო ხერხი იმისა, რომ ყველაფერი ის გქონდეს, რაც ჩვენ გვინდა მანიფესტაციის გარეშე. დიახაც, მანიფესტაციის გარეშე, იმიტომ რომ მანიფესტაცია სჭირდება ძალიან ბევრი ენერგია, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ მანიფესტაციაში და რეალურად ყველაფერი ბევრად არის უფრო მარტივად. დავწყოთ იქიდან, რატომ არის ასეთი პოპულარული ეს თემა და რეალურად მართლა მუშაობს, ვერ ვიტყვი რომ არ მუშაობს და სხვა ადამიანები იგივე დისპენსა და ნუ ასეთი თუ დიდ ადამიანებს განვიხილავთ, ძალიან ბევრი ასეთი დიდი ადამიანი გვასწავლის თავის ხერხებს მანიფესტაციის და თუნდაც ვინც დისპენსას მეთოდებით მუშაობთ, იცით რომ ეს მუშაობს ასევე სხვა ასეთი ადამიანების ხერხებიც მუშაობს და ეს არ არის ის რომ არ იმუშაობს, უბრალოდ რაღაცა შედეგი შეიძლება დაიდოს, მაგრამ ხო აქვს მნიშვნელობა ეს შედეგი როგორ დაიდო, ანუ რის ხარჯზე დაიდო, რა დავხარჯეთ იმისთვის რომ ეს შედეგი მიგვეღო, რა უკვე ეფექტები შეიძლება გქონდეს, ხო და ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მერტო ის ხო არის რომ ხა მე რაღაცა ბინა მინდა და უცებ ოკეი დამეცა ეს ბინა, მაგრამ მე რა ხდება? ანუ გვერდითი ეფექტები რა არის ამის, რის ხარჯზე მოვიზიდე, როგორ დავამანიფესტირე. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე პირადად ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს მანიფესტაციების მიმართ, სწორედ მაგის გამო, რომ ამ ყველაფერს ჭირდება ძალიან დიდი ენერგია, ანუ რეალურად თქვენ შეიძლება მაგას ვერ ხვდებით, მაგრამ ძალიან დიდ თქვენი სასიცოცხლო ენერგიას ხარჯავთ მანიფესტაციაში და არ ვიტყვი რომ არ არის მუშა, რა თქმა უნდა მუშა არის, მიიღებთ თქვენთვის სასურველ რაღაცებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იქნება რაღაცის ხარჯზე და არ იქნება უბრალოდ ჰაერიდან დაცემული. ასევე ცოტა ასტროლოგიურად თუ განვიხილავთ ხო, ანუ ასტროლოგია როგორც სქემა, ანუ ადამიანს ამ მატერიაში თუ რა აქვს მოცემული და რისი პოტენციალი აქვს, ხო? რუკაში რაც უწერია ადამიანს, ხო, რამდენი ფულიც ექნება, რამდენი არ ვიცი, სახლიც ექნება, რამდენი შვილიც ეყოლება, ანუ იმის იქით რომ გასკდეს ვერაფერი ვერ ექნება, ანუ ესე ჰაერიდან არაფერი არ ექნება და თუ არ იმსახურებთ და თუ თქვენთვის საჭირო არ არის ეს რაღაცები, ციდან ნამდვილად არავის არ ეცემა თავზე. ამიტომაც არის რომ ზოგ ადამიანს გამოსდის ეს მანიფესტაცია და ძალიან ბედნიერია, მაგრამ ხო იცით როგორ ხდება, ახლა ყველა ადამიანს გონია რომ მე თუ რაღაც გამომივიდა რომ სხვებსაც გამოვუვათ და ძალიან მარტივია, მაგრამ ასე არ მუშაობს, იმიტომ რომ ყველა ადამიანს სხვადასხვა მონაცემები გვაქვს, რას ვიმსახურებთ ამ ცხოვრებაში. ვიმსახურებთ იმ გაგებით არ არის, ეხლა ცუდი გოგო-ბიჭები ვართ და რაღაცებს არ ვიმსახურებთ, მაგრამ უშუალოდ ჩვენი ინკარნაციული სცენარიდან გამომდინარე, ხო? თუ ეხლა მაგალითად ადამიანის სცენარი არის, რომ იმ გაჭირვებაში უნდა ისწავლოს რაღაცა გაკვეთილები, მაშინ მას არ ექნება არასდროს ბევრი ფული, რაც არ უნდა ამანიფესტიროს. იმიტომ არა, რომ ცუდია და არ ეკუთვნის, ან იმიტომ რომ სამყარომ დაჩაგრა ეგრე, არა. იმიტომ რომ მას ესეთი სცენარი აქვს არჩეული და იქ ასეთმა ადამიანმა რაც არ უნდა ცადოს, მას არ გამოუვა, იმიტომ რომ ყველაზე უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი არის ის სცენარი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რითიც მოვედით მატერიალურ სამყაროში. იმ სცენარში თუ გაწერილია ის რაღაცეები, რისი დამანიფესტირებაც გინდათ, მაშინ მოვა თქვენთან. თუ არ არის გაწერილი, მაშინ რა თქმა უნდა არ მოვა. ამიტომ მანიფესტაცია ყველასთვის არ მუშაობს, ნუ აქ ის თეორიაც რა თქმა უნდა შემოვაგოროთ, რომ ხა ადამიანი თუ გაცდა რაღაცა კლასიკურ აი მატრიცულ აზროვნებას და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი რაღაცის გარდაქმნა და ძალიან ბევრი რაღაცის მოზიდვა შეუძლია, მაგრამ ეს განსხვავებული სცენარია, ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს კვანტურ სულებზე საუბარი, რომლებიც ძალიან მაღალი სივრცეებიდან მოდიან და აბსოლუტურად სხვა ისინი აქვთ, რა ქვია, უფლებები აქვთ, მოდი ასე ვთქვათ, ამ სამყაროში და მათ ნამდვილად რაღაცების ცვლა შეუძლიათ. კვანტურ სულებზე და ურთიერთობებზე თუ გაინტერესებთ, ასევე აქვე YouTube-ზე მინდავს მთელი პლეილისტი კვანტურ სულებზე და მათ ურთიერთქმედებებზე და რა სახის კვანტური სულები არიან და ასე შემდეგ. იქ შეგიძლიათ მოისმინოთ ამაზე ინფორმაცია, თუ ეს თქვენთვის ახალი ტერმინია და ჯერ არ იცით რაზე არის საუბარი. ახლა დაუბრუნდეთ ისევე მანიფესტაციის თემას, როგორც თქვი, ადამიანს მოკლედ თუ გაწერილი არ აქვს სცენარში, ვერაფერს ვერ დაამანიფესტირებს და ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანისთვის ეს არც ერთი ჯო დისპენსას
მამაკაცის ხერხიც კი არ იმუშავებს და არც ერთი სხვა ეგეთი დიდი ადამიანის ხერხი, რომელიც გვასწავლის ამ მეთოდებს, იმიტომ რომ არ არის რა სცენარში სულს არ ჭირდებოდა, კონკრეტულ სულს შეიძლება ის სიღარიბე აინტერესებს, ეხლა კონკრეტულად ფულის მაგალითებზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ადვილია, თორე ნებისმიერ რაღაცას შეიძლება გულისხმობდეს, ხო, იგივე როგორც პარტნიორის დამანიფესტირებას და ასე შემდეგ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ სცენარში რაც არ უნდა იყოს გაწერილი, ხო? ჩვენ ასევე გვაქვს თავისუფალი ნება და თუ ჩვენ ძალიან რაღაცა გვინდა და თუ მოკლედ ვაწვალებთ ამ რაღაცა შემოქმედს და აი მინდა ბავშვის პოზიციაში ვართ, მას უფლება არ აქვს, რომ ეს რაღაცა არ მოგწოს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იმ კარგულ გაკვეთილებს ჩვენ მაინც გავივლით იმ რაღაცებში, რასაც ის მოგცემს, ანუ გულისხმობ, რომ თუ მაგალითად ისევ პირობითი მაგალითია, რა თქმა უნდა, უხეში, მაგალითად ადამიანის ცხოვრების სცენარი თუ არის, რომ ის უნდა დაიტანჯოს, იმიტომ რომ პირობითად რა ვიცი, ისწავლოს უპირობეს სიყვარული, ხო? და ძალით დაამანიფესტირა ბევრი ფული პირობითად, ხო? ის მაინც დაიტანჯება, ანუ ბინის დამანიფესტირებით მის თავდაპირველ არჩეული სცენარის მიხედვით მას არაფერი არ შეცვლება ემოციების დონეზე. ანუ გულისხმობ იმას, რომ თუ მას აქვს მუდმივად პირობითად პარტნიორის დანაკლისი, საყვარელი ადამიანის დანაკლისი, ხო? და ვერავის ისეც ვერ პოულობს, ვინც შეუსებს თავის რაღაცა სიცარიელებს, ხო? რაც არ უნდა ამანიფესტიროს, შეიძლება ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს ცხოვრებაში თვითკმარობა პირობითად, ეს არის მისი სულის სიუჟეტი და მისი აი ამ ცხოვრების სცენარი, ხო? რაც არ უნდა დაამანიფესტიროს უამრავი მამაკაცი, რომელიც შეიძლება მოვიდეს მართლა მის ცხოვრებაში, მაინც ამ გაკვეთილს გაივლის, ანუ ეყოლება გვერდზე ეს მამაკაცი, მაგრამ შინაგანად მაინც ეგონება, რომ მარტოა და ან ისეთ მამაკაცს მოიზიდავს, რომელიც აგრძნობინებს, რომ მაინც არ არის რა ამის გვერდით და მაინც მარტო არის. ან შეიძლება სხვანაირი მამაკაციც მოიზიდოს, ნებისმიერი შეიძლება მოიზიდოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ქალბატონის მიმართ გამოიჩენს უყურადღებობას და ისე მოიქცევა, რომ ამ ქალბატონმა მაინც ვერ იგრძნოს, რომ ის არის ახლა რამით სავსე. და შეიძლება უარესეთაც კი დაიტანჯოს, იმიტომ რომ შენ თავთან როცა ხარ ამ თვითკმარობის სწავლა შეიძლება უფრო მარტივი იყოს რაღაც შემთხვევებში, ვიდრე როცა პარტნიორი ყავს და თან იცი რომ პარტნიორი ყავს და თან მაინც რომ მარტო ხარ, ხო? ამ შემთხვევაში შეიძლება ეს უფრო რთული გაკვეთილი იყოს. ამიტომ ეს მანიფესტირება შეიძლება თუ ძალიან მოკლედ, რა ვიცი, ტვინს წავუღებთ ზედა ძალებს, რა თქმა უნდა რაღაცებს ჩვენ მოგვიტანენ და მოვა ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ის სცენარი, რომელიც გასავლელია, მაინც გავივლით და ვერ შევირგებთ იმ რაღაცებს და ამიტომაც ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს არის ძალიან ტყუილი ენერგიის ხარჯვა არის ეს, იმიტომ რომ თუ არ არის შენი და სცენარში არ გაქვს, მაინც არ შეგერგება, როგორც იმ გამონთქმაში, ხო? თუ არ გერგება, არ შეგერგება, ხო? და ასეთი რაღაცა ხდება ამ დროსაც. ამიტომ უფრო ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ ძალით დამანიფესტირებული რაღაცები, რაც ისე ჩემი არ არის, იმ რაღაცების მოსვლით კიდევ უფრო რთულ გაკვეთილებს გავდივართ, იმიტომ რომ თავიდანვე სცენარი როცა აირჩია სულმა, იმან ოპტიმალური სცენარი აარჩია თავისი გაკვეთილის გავლისთვის, თავისი გამოცდილების მიღებისთვის და ახლა კიდე რაღაცები დამატებითი ელემენტები რო შემოდის, რა თქმა უნდა, ეს ართულებს უკვე იდეალური გარემო და პირობა აღარ არის იმაზე უფრო იდეალური, ვიდრე თავდაპირველად იყო სცენარით ჩაფიქრებული. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები ძალიან იშარებიან ხოლმე და სტატისტიკურადაც დღესდღეობით მაგალითად რომ გადავხედოთ უამრავი ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ლატარიები მოუგია და ან რაღაცაები მოუგია, ხო, ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდ პრობლემებში ჩადის მერე, ანუ უფრო მეტი პრობლემა უჩნდება, ვიდრე მანამდე ქონდა, ხო? ნუ თუ ახლა შეიძლება ისე გითხოთ, რომ თუ მოიგო, ესე იგი ხო ეკუთვნოდა, რა ვიცით, ჩვენ არ ვიცით, იქნებ დაამანიფესტირა, იქნებ არ ეკუთვნოდა და იმდენად ითხოვა, რომ ნუ მისცეს, მაგრამ მერე დაანახეს, რომ ვერ შეინარჩუნა, ვერ გაუძლო, უფრო მეტი პრობლემები გაუჩნდა. ხშირ შემთხვევაში ძალიან მალევე კოტრდებიან ხოლმე ეგეთი ადამიანები, ვინც ძალიან მალე მდიდრდება, ხო? ახლა ჩვენ არ ვიცით და ვერ გვეცოდინება იმათმა დაამანიფესტირეს თუ რა ქლის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ეგეთი ფაქტი მოხდა, ესე იგი უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს რაღაცა, რაც მის ცხოვრებაში მოვიდა, არ იყო შესაბამისი მისი ცხოვრების სცენარისა. თავიდან რა თქმა უნდა ყველას გვიხარია, რომ რაღაცა ჩვენი დამანიფესტირებული მოდის, მაგრამ მერე ხვდებით, რომ უფრო და უფრო შარში ვახვევით ხოლმე და ამიტომ მე პირადად არ ვარ მომხრე, რომ რაღაცები ესე დავამანიფესტიროთ, ვიცი რომ ხა ყველაზე არაპოპულარული მოსაზრება არის, რაც ბაზარზე ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს, მაგრამ ნუ ხა იმ აზრს თუ აქვს არსებობის უფლება, რომ მოდი ყველამ ვამანიფესტიროთ, ამ აზრსაც უფლება აქვს, რომ იარსებოს, რომ ეს არ არის სწორი და
რა ვიცი, არ არის მაინც და მაინც სუფთა ხერხი, როგორც შეგიძლიათ, რომ სამყაროში ყველაფერი მიიღოთ, რაც გსურთ. რეალურად საერთოდ არაფრის მოზიდვა არავის არ ჭირდება. სწორედ ის სიტუაცია, რომელიც ახლა არის თქვენს გარშემო, რაშიც ხართ, ხო? რა მონაცემიც არ უნდა იყოს ეს ოჯახური მდგომარეობა, ბინა, რომელშიც ცხოვრობთ, ქვეყანა, ქალაქი, სამსახური, შემოსავალი, მეგობრები. აი ზუსტად რა მონაცემიც ახლა არის, ეს მას ნიშნავს, რომ თქვენ ზუსტად ასეთი გჭირდებათ და არაფერი არ არის დამატებით დასამანიფესტირებელი. იმიტომ რომ ზუსტად ეგ გარემო რაშიც ხართ, შეიძლება არ მოგწონთ, მაგრამ იმიტომაც ხართ, რომ არ მოგწონთ, მე ადგეთ და რაღაცა გააკეთოთ იმისთვის, რომ არ მოგწონთ, იმიტომ რომ ამ მატერიალურ სამყაროში მოვდივართ რაღაცები სასწავლებლად, ხო? და არა იმისთვის, რომ კამფეტები მივიღოთ ზევიდან და დალხენილად ვიცხოვროთ, ანუ თან მით უმეტეს ამ ეპოქაში ვინც მოვდივართ, ხო? მოდიან, ძირითადად უფრო რაღაცა კარგულ ინკარნაციებს გულისხმობ, არის ინკარნაციები, რომელშიც რაღაცები უნდა ვისწავლოთ, ხო? ხო და ანუ თუ უნდა ვისწავლოთ, მაშინ რა თქმა უნდა რაღაცებით არ იქნება, რაღაცა ძალიან დიდი რესურსებით არ იქნება ჩვენი ცხოვრება, ხო? გავსებული. ეგეთი სცენარებიც არის, რომ შეიძლება ადამიანს ძალიან ბევრი ფული, რესურსი ქონდეს, ურთიერთობაც ქონდეს, მაგრამ სხვაგან ქონდეს გამოცდები და გაკვეთილები, ხო? ეს არ ვიცით, ახლა ეს ძალიან მრავალფეროვანი ვარიანტები შეიძლება იყოს, მაგრამ ანუ საერთოდ ჯამში იმას ვამბობ, რომ რა მონაცემშიც ხარ დღეს შენ, ზუსტად ეს მონაცემი გჭირდება იმისთვის, რომ შენი სული სცენარი შეასრულო, რისთვისაც მოხვედი. ეს რა თქმა უნდა მას არ ნიშნავს, რომ მაშინ ახლა ყველა ვიჯდათ ჩვენს ტუმბაებში. არა, მაგას არ ნიშნავს, ეს მას ნიშნავს, რომ ჩვენით უნდა გადავდგათ რაღაცა ნაბიჯები და როდესაც დაინახავ სამყარო, რომ ჩვენ, ოკეი, დავამუშავეთ რაღაცები, მე აუცილებლად მოვა ბენეფიტები ჩვენს ცხოვრებაში და აგვიხდება ის სურვილები, რომელიც ჩვენ გვინდოდა ყველანაირი მანიფესტაციის გარეშე. მაგალითად, მე ვიცნობ ერთი ცოცხალი მაგალითი შემიძლიათ მოგიყვეთ აი მანიფესტაციის უჩვენებების, რომ ერთი ქალბატონი იყო, რომელსაც რუკიდან გამომდინარე აქვს ძალიან, ესე ვთქვათ, პირად ცხოვრება არ აქვს, მოკლედ რა მოცემული თავისი რუკიდან გამომდინარე, ანუ არ ეკუთვნოდა პარტნიორი. მაგრამ იმდანაც უნდოდა ამ ქალბატონს, რომ რა თქმა უნდა რაღაც ურთიერთობებში იყო და მოხდა ისე, რომ სამჯერ იყო ეს ადამიანი შეყვარებული, სამჯერ რაღაცა ქორწილისკენ მიდიოდა ურთიერთობა და მოხდა ისე, რომ სამივე ადამიანი გარდაიცვალა. ანუ არ მივიდა იქამდე, რომ ოჯახი შეექმნა და სამივე ადამიანი გარდაიცვალა. ეს ახალგაზრდობაში მოხდა და მე მიხვდა ეს ქალბატონი, რომ რაღაცნაირად არ მარგებს ეს სამყარო ამ ურთიერთობებს და ეს კიდე კაი ვარიანტია, რომ გაიაზრა, რომ აჰა, ესე იგი რაღაცა ხდება და იქნება არ მეკუთვნის ხო ურთიერთობა და დაანება მე ამ პირად ცხოვრებას თავი და გადაერთო სხვა რაღაცებზე, რაც შეეძლო, რომ თავის ცხოვრებაში შეევსო და გაეკეთებინა გარდა პირადი ცხოვრებისა და ურთიერთობისა, ხო? ანუ ეს უკვე ძალიან მკაფიო ნიშანი იყო მისთვის, თუმცა ბევრი ადამიანი ამას ვერ ხვდება და ვერ ხვდებით, რომ 1000-ჯერ რაღაცაზე უარი რო არის, თან ასეთი მძიმე ფორმით. ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა შევეშვათ ესე იგი და დავენებოთ თავი, იმიტომ რომ არ გამოდის ეს რაღაცა თემა და რაღაცა სხვა უნდა გავაკეთოთ ესე იგი. და ესე შორიდან რო შევხედოთ ახლა რომელი ჯობია, რომ მაგალითად ადამიანს არასდროს არ ქონოდა პირადი ცხოვრება, თუ სამჯერ სიგიჟემდე შეყვარებოდა ადამიანები და სულ ყველა გარდაცვლილიყო, ხო? ან რომელი უფრო მტანჯვალი, რა თქმა უნდა, ხა შორიდან ვერ გამშვით და ვერ შევალთ იმ ადამიანის ემოციებში და რა არას ჯობია ვერ გაიგებთ, მაგრამ ესე შორიდან რო შევხედოთ, აი როგორც ფილმი რო წარმოვიდგინოთ, ახლა რომელი სიუჟეტი უფრო უმტკივნეულოა და უფრო ისეთია, რომ ადამიანი დიდად არ გაწამდეს, ხო? რა თქმა უნდა, ის რომ არც არავინ არ ყოლოდა რეალურად და თავიდანვე იმაში ჩაიდოს შრომა და ენერგია, რაც მისთვის სწორი იქნებოდა ცხოვრებაში, რომ რეალიზებულიყო. როდესაც ჩვენ ვიბადებით და ჩამოვდივართ უკვე უშუალოდ მატერიალურ სამყაროში, უკვე ყველაფერი გაწერილია ამ ცხოვრებაში, რამდენი წვეთი რა გვეკუთვნის, რამდენი სიყვარული გვეკუთვნის, რამდენი ფული, რამდენი კეთილდღეობა, რამდენი ჯანმრთელობა, ეს ყველაფერი არის უკვე გაწერილი. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება ჩვენ თვითონვე დავაზიანოთ ის ყველაფერი, რაც გაწერილია, ანუ მაგალითად თუ კარგი ჯანმრთელობა გვეკუთვნის, მაგრამ ჩვენ თუ ახლა ძალიან არ ვიცი ძალიან ჩაშვებულად ცხოვრობთ, რა თქმა უნდა, რაც მოცემულია, იმასაც გავიფუჭებთ, მაგრამ ასევე შეგვიძლია გავიუმჯობესოთ, ან შევინარჩუნოთ მინიმუმ, შევინარჩუნოთ მაინც ის, რაც მოცემულია. ამიტომ ვერაფერს დამატებით ვერ მივიღებთ, გარდა იმისა, რაც გაწერილია. უბრალოდ ეს მანიფესტაციის დროს იქნება ეგეთი რაღაცა სურათი, რომ აი მე რაღაცა არ მქონდა, მე დავამანიფესტირე და მე მომეცა. მაგრამ ეს არ არის ხოლმე. ან უბრალოდ ის თუ დაამანიფესტირე და მოგეცა, ეს მას ნიშნავს, რომ ან გეკუთვნოდა ისედაც უბრალოდ დროში ჯერ არ იყო მოცემული და დროში უფრო ადრე მოგეცა, რაც ასევე გამოიწვევს გარკვეულ პრობლემებს და ან იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ იმდენი ითხოვე და იმდენად გინდოდა, რომ
არ დაუტოვე სამყაროს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მოეცა, მაგრამ ახლა მზად იყავი გაკვეთილებისთვის და მზად იყავი, რომ თუ არ გეკუთვნის, რომ არ შეგერგება. ანუ ამას ნიშნავს მხოლოდ და არა იმას, რომ სამყაროსგან ჩვენ საჩუქარი რაღაცა გვერგო და რაღაცა გადმოგვიგდეს, იმიტომ რომ ჩვენ სწორი ტექნიკა ვიცით მანიფესტაციის. ანუ ეს ამას არ ნიშნავს ნამდვილად. იმას რაც შეეხება, რომ მაშინ რატომ არის ესეთი პოპულარული და რატომ გამოსდის ძალიან ბევრს და რატო ასწავლიან ამას, ხო? ამას თავისი ძალიან სიღრმისეული მიზეზი აქვს. ამას აქვს ის მიზეზი, რომ ახლა ამის გაშლა ამ თემის ამ ეპიზოდში არ მინდა, მაგრამ ზოგადად მიმოვიხილავ ამ თემას, რომ იმიტომ რომ ამ სამყაროში რომ მოვდივართ, ხო, ჩვენ ანუ ვარსკვლავური სულები რეალურად ჩანასახში ვართ, ჩვენ თვითონ სამყაროს შემქმნელები, ანუ შემქმნელებად უნდა გავიზარდოთ, ასე ვთქვათ და სამყაროების შექმნა ხდება სწორედ ფანტაზიით და ჩვენი აზრებით, ანუ გონებრივად ხდება, ხო? ჩვენი ფიქრებით, ანუ მანიფესტაციაც ხო იგივე, ანუ ვფიქრობთ იმაზე, რაც ჩვენ გვინდა, ხო? და განვიცდით ემოციას, ხო და ზუსტად ასე ხდება სამყაროების შექმნა. შესაბამისად ეს მანიფესტაცია ხა ძალიან პოპულარული იმიტომ არის, რომ ეს ვარსკვლავური სულები ძალიან ადვილად იტაცებენ ამ ტექნიკებს და ძალიან ადვილად გამოსდით, იმიტომ რომ ისინი რეალურად, ყველა სხვა განვითარების ეტაპზეა და აქ ხა ვარსკვლავური სულების განვითარება იმ ხელა იერარქია არის, რომ ვინს ადგას და ვინს ადგას, ხა ამის გარჩევას არანაირი აზრი არ აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მანიფესტაცია ვისაც იტაცებს, ვისაც გამოსდის, ვინც მაგას გვასწავლის, ხო? ეს ადამიანები არიან ვარსკვლავური სულები ძირითადად. შეიძლება არ იყვნენ, მაგრამ ძირითადად, ვინც აი ძალიან შემდგარი არის ამ მანიფესტაციების ძირითადად ვარსკვლავური სულები არიან, რომლებსაც კოდში აქვთ ის, რომ ისინი სამყაროების შემქმნელები არიან და შემცვლელები არიან და შესაბამისად ისინი უღონთ უნდა ევოლუციონირდნენ იქამდე, რომ მართლა სამყაროები შექმნან. და ამიტომაც მათში ეს კოდი გააქტიურებულია და მათ ძალიან იტაცებს ეს მიმართულება და თან გამოსდით, იმიტომ რომ რეალურად ეს კოდი მათ აქვთ ჩადებული და ამიტომ ხდება, რომ აი ესეთი მარტივ რაღაცა დონეზე მოდი რაღაცა iPhone დავამანიფესტიროთ, აი ამ რაღაცა მარტივი რაღაცებიდან ვლინდება მათი კოდი, რომელიც მათში ჩადებულია და საერთო ჯამში ეს ადამიანები სულიერად უნდა ევოლუციონირდნენ და საბოლოოდ ძალიან დიდი რაღაცა შექმნან. უბრალოდ ახლა აი პატარა ბავშვი რო ვარჯიშობს და რაღაცებს სწავლობს რა, აბა ეს თუ გამომივა, ამ დონეზე არის ეს მანიფესტაციის თემა ზოგადად ამ ეტაპზე სამყაროში შემოტანილი და შესაბამისად თუ ვინმეს გიცდიათ და გამოგსვლიათ, ხო, თუ მე ამას რაიმე ნეგატიური შედეგები არ მოყვა და მართლა გამოგივიდათ, ხო, ეს ნიშნავს, რომ ესე იგი თქვენც რაღაცა ესეთი ვარსკვლავური სულის შესაძლებელია იყოთ, რომლის განვითარების და წინსვლის შემთხვევაში თქვენც გექნებათ უნარი, რომ რაღაცა უფრო დიდი შექმნათ, ხო, რეალურად, ანუ ეს არის მანიფესტაცია არის რეალურად შექმნის იდეა, რომ რაღაცა შემიძლია ჩემი აზრიდან შევქმნა, ხო? ზოგი ეძახის მოვიზიდო. არ აქვს მნიშვნელობა. რას დავარქმევთ, ხო? ანუ რაღაცა გააჩინო, რაც მემდე არ ქონდა შენი აზრებით. ეს არის იდეა, ხო? და ეს არის იმ ვარსკვლავური სულების რაღაცა კოდი, რომელსაც ეს მისია აქვს საბოლოო ჯამში თავიანთი ძალიან მაღალი განვითარების დონეზე. და შემდეგ ის ადამიანები უკვე შეძლებენ, რომ აი რაღაც ცხოვრების განმავლობაში ძალიან რო განვითარდებიან, მერე რომ მართლა ის დიდი რაღაცა შექმნან, ხო? იმიტომ რომ ხა ავიღოთ მაგალითად ბავშვი, რომელიც მოქანდაკე უნდა გამოვიდეს. შეიძლება ბავშვობაშიც რაღაცა 3 წლის ასაკში გამოაქანდაკოს პლასტელინისგან რაღაც, მაგრამ რა თქმა უნდა ბანძი იქნება, ხო? მაგრამ დაინახავს, რომ შემიძლია. და აი დაახლოებით ეგეთი ანალოგია რა, ანუ ადამიანები, რომლებიც ამანიფესტირებენ და ეს ყველაფერი გამოსდით და მე ასწავლიან, არიან სულები, რომელსაც შექმნა შეუძლიათ, მაგრამ ჯერ, აი მოდი ფული მოვიზიდოთ, პარტნიორი მოვიზიდოთ, ამ დონეზე თამაში მიდის და რეალურად ძალიან დიდი მისია აქვთ და მათი კოდი და მათი განვითარება ახლა ცალკე საკითხია კიდე, ამას აქ არ ჩაუღრმავდები. როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი რაც ცხოვრებაში შეიძლება მოვიდეს, ეს ყველაფერი წინასწარ არის გაწერილი და ამას ვერ გადაუხობთ. უბრალოდ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მატერიალურ სამყაროში არსებობს დროის ფაქტორი, ყველაფერი დაბადებიდანვე არ გვაქვს და დროში გაწელილად უყურებთ, ხო, როგორც ფილმს რო უყურებთ, როგორც გმირის განვითარებას, ხო? ერთდროულად ხო არა ყველაფერი, ან ბავშვი დაიბადა და უკვე კარიერა აქვს, უკვე პირადი აქვს და უკვე ესე ხო არ არის, ანუ ვიბადებით, ვითარდებით, სწავლობთ, მე სკოლას ვამთავრებთ, მე უნივერსიტეტს, მე ოჯახი, მე ეტაპობრივად არის ყველაფერი, ხო? თორე ეს ყველაფერი უკვე გაწერილი არის. უბრალოდ დროის ფაქტორი, ანუ განზომილება თავად როგორც ასეთი დრო, რადგან არსებობს მატერიალურ სამყაროში, ის ყველაფერი რაც ჩვენ მოგვეცა, გვეძლევა ესე ცოტა თითო მთელი ცხოვრების განმავლობაში. და რეალურად არაფრის მანიფესტირება არ გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ გვეკუთვნის ეს ყველაფერი ისეც არის და ისეც მოვა ჩვენ ცხოვრებაში.
ეხლა რა არის საუკეთესო ხერხი იმისა, რომ უბრალოდ ჩვენ დიდად გონება არ შევიწუხოთ იმით, რომ რაღაცა რო არ მაქვს, მე დანაკლისი არ განუცადო ამის გამო და თუ რეალურად სურვილი მაქვს, რომ რაღაცა მქონდეს მეტი, ვიდრე მაქვს, თვითონ სურვილი თუ გაჩნდა, ეს მას ნიშნავს, რომ რეალურად უკვე ცხოვრებაში გეკუთვნით და ადრე თუ გვიან ეს რაღაცა გექნებათ. იმიტომ რომ ეს ალბათ ბევრგან მithქვამს, მაგრამ მაინც გავიმეორებ, რომ სურვილი არ ჩდება მოწმენდილ ცაზე. თუ ადამიანს რაღაცის სურვილი უჩნდება, ოღონდ რეალურ სურვილს გულისხმობ, აი შინაგანად რო იცი, რომ ეს ნამდვილად გინდა, ხო? ეს სურვილი მხოლოდ ჩდება იმიტომ, რომ მასში ჩადებულია კოდი, რომ ეს უკვე მას ექნება, ისედაც გათვლილია ამ ცხოვრებაში მისთვის ეს რაღაცა. ახლა წამხედურა სურვილებს არ გულისხმობ მეზობელს რო აქ და მეც რომ მინდა, ახლა ეგ სხვა რაღაცა არის. მართლა სიღრმისეულ სურვილებს გულისხმობ რა, აი შენ თავთა რომ მარტო დარჩი და რომ გარკვე რომ მართლა გინდა ეს და მართლა გჭირდება, ხო? ესე იგი ეს ყველაფერი უკვე გათვლილი არის, რომ გექნება ოდესმე ცხოვრებაში, რახან სურვილი გაჩნდა, ესე იგი გექნება და ამისი საშუალება გაქვს. მაგრამ შეიძლება ასევე ჩვენ თავს ხელს ვუშლიდეთ, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც მხოლოდ მაშინ მოგვეცემა, როდესაც ჩვენ რაღაცებს ვისწავლით, ხო? მოდი დავიღოთ მანქანა, აი ბავშვი გთხოვთ რომ იყიდე მანქანა. როდის უყიდი მანქანას? როცა დარწმუნდები რომ იცის ტარება, ხო ესეა? ანუ უბრალოდ ხო არ უყიდი მაგალითად 10 წლის ბავშვს მანქანას, რომელმაც ტარება არ იცის, ხო? ასე მობიერად გვექცევა სამყარო და რა თქმა უნდა ჩვენი სურვილები იმ შემთხვევაში და იმ დროს მოდის, როდესაც ჩვენ ამისთვის ვართ მზად, რომ ჩვენი თავი და სხვები არ დავაზიანოთ. და სანამ ჩვენ გაუცნობიერებლები ვართ და შეიძლება რომ ცუდად გამოვიყენოთ ესა თუ ის რაღაცა, რაც ჩვენ გვინდა რომ მოგვეცეს, ხო? მანამდე ეს რაღაცები არ მოგვეცემა, თუმცა რახან სურვილი არსებობს, ეს მას ნიშნავს, რომ ეს რაღაცები სადღაც წინ მომავალში ჩვენთვის აუცილებლად იქნება. რაც შეეხება ხერხს, ანუ ყველაზე კარგი ხერხი რა არის? ოღონდ манифестაციის კი არა, იმისა, რომ აი ხარ ყველაფერი რაც ვლაპარაკე, რომ ეს ყველაფერი ადამიანმა იგრძნოს და ზედმეტად თავი არ დაიტანჯოს იმითი, რომ რაღაცა რო არ აქვს, ახლა დანაკლისის ემოციაში არ იცხოვროს რა. ამის ყველაზე კარგი მეთოდი არის ის, რომ ვიყოთ მადლიერები. იმიტომ რომ რეალურად საგნები არაფერს არ გვწყვიტავენ. თავარია შინაგანად გვგრძნობდეთ კმაყოფილებას ამ საგნების არსებობით, ხო, ჩვენს ცხოვრებაში. ურთიერთობაც ყველასთვის სანატრელი არის, ხო, თავისი მეორე ნახევარი და პარტნიორი, მაგრამ თვითონ იმ ურთიერთობის არსებობა ჩვენ არაფერს არ გვიწყვიტავს, თუ ჩვენ შინაგანად რაც გვინდა, შინაგანად როგორც გვინდა რომ თავი ვიგრძნოთ, თუ მაგას არ გვგრძნობთ. იგივე არის ყველა დანარჩენ მატერიალურ რაღაცაზე, ფული გინდა, ანუ ფული შეიძლება გქონდეს, მაგრამ შინაგანად ვერ შეიგრძნო და მაინც მოთხოვნილება დაგჭეს მოთხოვნილებად. ამიტომ რეალურად საგნებს და გარე ამ დეკორაციებს რეალურად მნიშვნელობა არ აქვს, ხო? თავარია რომ ჩვენ ის რაღაცა ემოციების შევსება გვინდა, ან შექმნა გვინდა რაღაც დადებითი ემოციების და მაგიტო გვინდა ეს რაღაცები, ხო? და რეალურად ეს ტვინში გვაქვს, რომ რაღაცა აი მაგალითად ახლა ვილა თუ არ მაქვს სადღაც არ ვიცი დუბაიში ხო და თუ მე ამას განუცდი, ან ტვინში განუცდი მე მაგას, თორე რამე მაკლდება, რომ ვილა არ მაქვს, ანუ არაფერი ხო? ხო და ასე არის ნებისმიერ თემაში, ანუ ტვინში ვიტანჯებით ჩვენ იმითი, რომ რაღაცა არ გვაქვს, თორე რეალურად მატერიალურ სამყაროში რაშიც ხარ და როგორც ხარ, ეგრე არის საჭირო ეხლა. ხო და ტვინში რო ცოტა მსუბუქად ვიგრძნოთ თავი და არ შეგვაწუხოს დანაკლისებმა და მით უმეტეს დღევანდელობაში როცა გავიხედავთ და ყველა რაღაცა თავის ლაიფსტაილებს და ვილებს და რაღაცებს გვიზიარებს და ეგეთ ადამიანებს უყურებთ სოციალურ ქსელებში და იქნება ეგეთი შთაბეჭდილება რომ რავა ყველა მაიწყო ცხოვრება ჩემს გარდა ხო ალბათ ყველას გქონიათ ეგეთი აზრი აი მაგარ რო არ შეგვაწუხოს მაგისთვის საუკეთესო ხერხი არის მადლიერება მაგრამ მადლიერება არა მარტო იმის მიმართ რაც უკვე გვაქვს მაგრამ მადლიერება ასევე იმის მიმართ რაც ჯერ არ გვაქვს მაგრამ რახან სურვილი გვაქვს, ესე იგი ამ მთელი თეორიის მიხედვით რაც მოუყევ, ესე იგი გვეკუთვნის, ხო? და სადღაც ცხოვრებაში გვექნება. შესაბამისად, როგორ ვაკეთებთ ახლა მადლიერებას, ხო? მადლიერების მედიტაცია დავარქვათ, თუ გინდათ. დილით რო იღუწებთ, ან საღამოს რო იძინებთ, ან ნებისმიერ რა ვიცი, დრო აიღეთ თქვენთვის, როცა ხელსაყრელი არის, უბრალოდ თქვენს გულში წარმოთქვათ მადლიერებას ყველაფრის მიმართ. ჯერ დაიწყეთ იმის მიმართ, რაც გააქვთ ცხოვრებაში მადლიერება. მერე გადადით იმაზე, რაც ჯერ არ გაქვთ, მაგრამ თუ თქვენი მყარი სურვილია, ესე იგი გექნებათ და დროის ფაქტორი დედამიწას რომ მოვაშოროთ, ესე იგი უკვე გააქვთ. უბრალოდ დროის ამბავი არის და აი მოდი დავიღოთ ფილმი, რომელიც საათნახევრიანი ფილმი არის, რომელიც ესე თქვათ გმირის განვითარება არის, ვიღაცა ღარიბი ადამიანია და მერე რაღაცებს შვება, ისა და ბოლოს მდიდრდება, ხო? თუ ახლა ფილმს თავიდან ბოლომდე უყურებთ, რაღაცა მომენტში ის ჯერ ღარიბია, მაგრამ თუ გადავახოთ პირდაპირ იმ
მომენტზე, სადაც უკვე ფული აქვს, ხო? ესე იგი იქ უკვე ფული აქვს და გამდიდრებულია. ანუ რა გამოდის, რომ ფილმს ჩვენ რომ მოვაცილოთ დროის ფაქტორი, ანუ მოვლენების რაღაცა ქრონოლოგიური დინების ფაქტორი რომ მოვაშოროთ, ეს ფილმი უკვე გადაღებულია, ხო? უბრალოდ ჩვენ უყურებთ მას ქრონოლოგიურად და უკვე დაწერილია, რომ ამ გმირს იქ ფული ექნებოდა ბევრი. შესაბამისად, ყველა ადამიანის ცხოვრება ასე არის, ანუ ჩვენ ეს სიუჟეტები უკვე გვაქვს, ჩატვირთული არის უკვე სიუჟეტი, რასაც გავივლით და დროის ფაქტორი ქმნის იმას, რომ ჯერ რაღაცები არ გვაქვს, ხო? იმიტომ რომ გააჩნია დროის რომელ მონაკვეთში ვართ ამ ჩვენი ცხოვრების სიუჟეტში. შესაბამისად, როდესაც რაღაცის მიმართ გამოვხატავთ მადლიერებას, მადლიერება არის ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება გულის ჩაკრის გაწმენდისა და ამაღლების და ვიბრაციულად უფრო მაღალ დონეზე რომ ვიყოთ რა, ვივიბრიროთ, ასე ვთქვათ. და შესაბამისად, მადლიერება ძალიან ბევრი წახნაგით და ძალიან ბევრი კუთხით არის ძალიან სასარგებლო მედიტაცია და საერთოდ მადლიერების გარდა რომ ადამიანმა ცხოვრებაში არაფერი სხვა რაღაცა მეთოდიკებით არ დაკავდეს და არანაირი სხვა ტექნიკები არ აკეთოს, ხო, აბსოლუტურად შესაძლებელია რომ მისი ცხოვრება სათანადოდ გამართოს მისი ცხოვრების სიუჟეტის მიხედვით. შესაბამისად, რას აკეთებს მადლიერება? პირველი ის, რომ გულის ჩაკრა იწმინდება მაღლდებით, მორალურად, ზნეობრივად, სულიერად, ყველანაირად მაღალ ვიბრაციულ მდგომარეობაში ვექცევით და ასევე მადლიერებას როცა გამოვხატავთ იმ რაღაცების მიმართ, რაც ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ვიცით რომ თუ ჭეშმარიტად გვინდა ესე კი გვექნება, ხო, ამითი ჩვენ ვაკეთებთ აღიარებას. ან უკვე მადლობას ვუხდით ჩვენი ცხოვრების მიმდინარე მომენტიდან იმ რაღაცეებისთვის, რაც ჯერ არ არის. და ეს რეზონირებს იმ რაღაცეებთან, რაც მომავალში იქნება და შესაბამისად უფრო ხელს გვიწყობს, რომ იქამდე მაქსიმალურად მალე ან უმტკივნეულად მივიდეთ ისე, რომ ჩვენ ამან არ დაგვაზიანოს. მადლიერება შეგიძლიათ იყოს პირველ პირში. მაგალითად ისე კი არა, მე მადლიერი ვარ დღეს, თქვათ, გავიგოძა და რომ მაქვს სახლი და ჭერი. და თქვათ, მინდა ვილა და მე მადლიერი ვარ, რომ მექნება ვილა, არა, რომ მაქვს ვილა. აი სამყარომ ასეთი ვილა რომ მაჩუქა. ანუ იმ დროში საუბრობთ, რომელ დროშიც აკეთებთ ამ მადლიერების მედიტაციას. მათ შორის მომავლის რაღაც საკითხებზე, რაც ჯერ არ გაქვთ. ხო და ეს იცით როგორ ეფექტს ახდენს, რომ რეალურად მე თითქოს პარალელურ რეალობებში ცხოვრობთ რა, ანუ თუ დაენერგავთ პრაქტიკას გამოვა, რომ ანუ ტვინი ფართოვდება რა, ჩვენი მატრიცა აღქმის ფართოვდება და რაღაცნაირად ხა ამის ახსნა ძალიან რთული არის ეს სიტყვებით, მაგრამ შეგრძნების დონეზე ესეთ შეგრძნებაა, რომ პირველ რიგში ხო ის სიმძიმე აღარ გაქვთ, რომელიც აი რაღაცის დანაკლისის შეგრძნება არის, რომ აი რაღაცის ტელეფონი არ მაქვს, თუ ფული არ მაქვს, თუ სამსახური არ მაქვს, თუ რასაც ჩვენ თავს რაშიც ვიდანაშაულებთ, ან წუხვართ, რომ არ გვაქვს, ხო? აი ამ არ ქონის ემოციას აბათილებს პირველ რიგში, რაც პირველი ხელი შემშლია რომ რაღაცები გქონდეს. და მეორე რიგში ხო, მადლიერებას რო გამოვხატავთ ამ რაღაცების მიმართ, ხო, რაც ჯერ მომავალში არის ჩვენთვის. თითქოს იმ პარალელურ რეალობაში ვიხედებით, იმ პარალელურში კი არა, აი ფილმი რო გადაახვევ იმ მომენტში, რომელშიც მართლა აქვს გმირს ყველაფერი, აი თითქოს მაგ მომენტში გადავახვევთ, ოღონდ ცხოვრებას კი არ ვახვევთ, ანუ მენტალურად რაღაცა პარალელურ შრეში კიდე ამ ფილმს ვახვევთ და ვუყურებთ უკვე იმ წერტილში, სადაც ეს ყველაფერი მომხდარი არის. და მე ჩვენი ფსიქიკა ფართოვდება და უკვე დროის აღქმა აღარ გვაქვს მასე, როგორც ადრე გქონდა და შესაბამისად დანაკლისების შეგრძნებებიც აღარ გვაქვს და ვიცით რომ ყველაფერი გვაქვს და ყველაფერი გვექნება და ხო რა ვიცი ყველაფერი რაც რის წარმოსახვად შეგიძლია გქონდეს, იმიტომ რომ თუ წარმოიდგინე, ესე იგი არის შენში ეგ ჩადებული, იმიტომ რომ წარმოსახვა ნულიდან არ არის, ხო? ანუ რაღაცა ჩადებულია, რომ შენ მე მოგინდა, ანუ გააქტიურდა ის რაღაც კოდი, რაც უკვე ჩადებულია. ამიტომ მადლიერებას ძალიან მრავალმხრივი ეფექტი აქვს და ძალიან მრავალმხრივი დადებითი რაღაცები შეიძლება მოგიტანოთ და ერთადერთი ყველაზე სუფთა манифестациას თუ დავარქვევთ არის ეს, რომ არ ხარჯავთ რეალურად ენერგიას იმაში, რომ რაღაცა მოიზიდოთ, არანაირი ტექნიკების კეთება არ გიწევთ, უბრალოდ აი დროის ფაქტორს აშორებთ, თითქოს თქვენს ცხოვრებას რეალურად არ აშორებთ, მაგრამ თითქოს თქვენს მატრიცაში, თქვენს ფსიქიკაში ასე ფორმირდება, თითქოს დროის ფაქტორი მოვაშორე და ყველაფერი ერთდროულად მაქვს აქ და ახლა და ნებისმიერ სხვა წერტილზე, როცა სადაც ვიქნები. ასეთი შეგრძნება არის და თქვენ ძალიან დამშვიდდებით ამითი, იმიტომ რომ დანაკლისი შეგრძნება აღარ იქნება რეალურად. ვინც დატესტავთ და მოგეწონებათ ეს მეთოდი და დამიჯერებთ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში თქვენი შედეგები, როგორ გაგეწმინდებათ გულის ჩაკრა და როგორ მდგომარეობაში იქნებით. თუ დილით გააკეთებთ უმჯობესია, იმიტომ რომ მე მთელი დღე ამაღლებულ განწყობაზე იქნებით და ზოგადად მადლიერებას თუ ყოველდღიურობაში და რაღაცნაირად დანერგავთ აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ, აი ნახავთ როგორ გაგიუმჯობესდებათ ცხოვრების ხარისხი. აი ყველანაირი გაგებით, გაგიუმჯობესდებათ ცხოვრების ხარისხი, შინაგანათაც და გარეგანათაც და ძალიან დაგილაგდებათ რაღაცები. თუმცა
პრობლემა იმაშია, რომ ესეთი მარტივი რაღაცები გვაუწყდება ხოლმე ადამიანებს და ჩვენ ფსიქიკას გონია, რომ პრობლემა თუ დიდია, ესე იგი ამის მოგვარებას ძალიან შრომატევადი უნდა იყოს, ან ძალიან ძვირი უნდა დამიჯდეს, მაგრამ ასე არ არის. რეალურად ჩვენი პრობლემების მოგვარება არის ძალიან მარტივი. აი, ყველაზე მარტივი ხერხი არის ყოველთვის ყველაზე მუშა და მადლიერებაც არის ყველაზე მარტივი, თუ ამას მედიტაცია შეიძლება დაერქვას, ყველაზე მარტივი მედიტაციაა და ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური მედიტაცია არის, რაც შეიძლება რომ გააკეთოთ და ამას არ ჭირდება, რომ წლობით ფსიქოლოგებთან იაროთ და ტრაუმები ამუშაოთ და ანუ არ ჭირდება საერთოდ ეს ყველაფერი, ანუ შეგიძლიათ უბრალოდ ყოველ დღე გააკეთოთ მადლიერების მედიტაცია და ამაღლდეთ ვიბრაციულად მაღლა და ყველანაირი თქვენი შინაგანი ეს წუხილები და დანაკლისები ამითი მოიშოროთ და თან თქვენი ის მომავალიც უფრო უსაფრთხოდ და უფრო კარგად მოიზიდოთ. ეს ცუდი სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ მოკლედ უფრო დაინახოთ ამის პერსპექტივები, შესაძლებლობები და უფრო მალე და ხარისხიანად მოხვდეთ იმ წერტილში, როცა ის ყველაფერი უკვე გაქვთ, რაც გინდათ და რისი მანიფესტირებაც გინდათ. ანუ საერთოდ ჯამში მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ არაფერი არ გჭირთ საიმისოთ, რომ რამის მანიფესტირება დაგჭირდეთ რა. ყველაფერი რისი სურვილიც გაქვთ, რეალური სურვილიც, ეს ყველაფერი უკვე არსებობს თქვენს ცხოვრებაში და უბრალოდ საჭიროა, რომ გულის ჩაკრის იმ ვიბრაციაზე დაჯდეთ, როცა ეს ყველაფერი უკვე რეალურია და გეკუთვნით და მალე მოვა და უსაფრთხოდ მოვა. და მანიფესტაცია არის ცოტა აი ძალდატანებითი რაღაცა ხერხი, რომელიც რეალურად არ გჭირდება რა, ანუ მთელი სამყარო ხარ შენ, ყველაფერი რაც ამ სამყაროში შენ გინდა რომ გქონდეს, ყველაფერი უკვე შენში არის რა და უბრალოდ მაგის შეგრძნება გჭირდება, რომ ასეა და არა ძალით რაღაცის მოზიდვა და ეს რომ შეიგრძნო, აი ზუსტად ამაში გვეხმარება მადლიერება ყველაფრისა და ზოგადად გარე სამყაროს მიმართ. მივესალმები კომენტარებს და უღრმესი მადლობა ვინც კომენტარებით მომხნევებთ და მაძლევთ იმის საშუალებას, რომ კონტენტი უფრო მეტ ხალხზე გავიდეს, ვისაც ჭირდება და რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა დონაციებისთვის 1000, 100,000, 10,000, მილიონ მაგდენს გისურვებთ ყველა თქვენთაგანს, რაც მე შემომდის თქვენგან დონაციები. და ბოლოს უკვე ტრადიციულად გიტოვებთ ბოლოში ამონერიც ჩემივე კვანტური ჰიპნოსეანსიდან, სადაც მე ვარ ჰიპნოზის ქვეშ და იქიდან საუბრობ და კითხვა დასმული არის სწორედ მანიფესტაციაზე და კიდევ ძალიან საინტერესო ინფორმაცია არის ლოცვაზე. მანიფესტაცია როგორც ესეთი სწორია, ვაფშე ეგ მიდგომა და აი რამეს ხარ აფუჭებ, როცა რამეს ამანიფესტაცია. აი კატოსთან სწორი მიგნება აქ რა, რომ ძალიან ბევრი ენერგიის ხარჯვა და არ არის საჭირო რა, ყველა ვართ ქრისტეები. აბსოლუტურად ყველა ვართ ქრისტეები, დროის ფაქტორი რომ მოგვაშორო, ყველა სულს, რომელიც გადის ინკარნაციებს დედამიწაზე, ყველას აქ ჩადებული არის ყველა ადამიანში იმის პოტენციალი, რომ ადრე თუ გვენის იყოს ქრისტე. ხო და ამას არ ჭირდება ბევრი რაღაცა მიზიდვა და ეგეთი რაღაცები რა. ავტომატურად მივდვარს მაქეთკენ და ეს მანიფესტაცია უბრალოდ ხალხს უფრო მოკლედ იმ ადამიანებისთვის არის გონებრივად მოსაწონი, რომელსაც ბევრი შრომა აღარ უნდა დაიღალა და ცოტა აი მარტივად იქნება რამე გავაკეთო, რაღაც ეგეთ ხალხისთვის არის, მაგრამ გარკვეულწილად ილუზია არის, იმიტომ რომ ეგრე მარტივად ერთი რაღაცა უსრულდება და მეორეჯერ აღარ აუსრულდება და მაინც შრომას მოსთხოვს მე სამყარო, იმიტომ რომ ყველა მაინც იმდენი უნდა იშრომოს, რომ ისთვისაც მოვიდა და ის სცენარი უნდა გაიაროს ცხოვრების, რომელსაც მოვიდა. ხო და უბრალოდ სამყარო ეს კონკრეტული მატერიალური სამყარო ის არის დალაგებული, რომ თავისუფალი ნება გვაქვს და ძალიან რაღაცა გულით რო ვითხოვოთ, უფლება არ აქვთ რომ არ შეგვისრულონ. აი თუ გავჭაჭეთ ფეხები შეგვისრულებენ, მაგრამ ერთჯერადაც და მე აღარ შეგვისრულებენ. მაგრამ იმასაც გამოყენება უნდა რა, რაღაცას თუ ძალიან მინდა და მე ეს მომეცად, შეიძლება ვერც გამოვიყენო თუ ჩემს სიუჟეტში არ ზის ჩემს ცხოვრების სცენარში. ხოდა მოკლედ სისულელია რა, მარტივად რა ვთქვა, იმიტომ რომ მანიფესტაციის უნარი რეალურად მანიფესტაცია ჩანაფიქრში არის, რომ იგივე მატერიალიზაციაზე რო გადავიდეთ რა, გაიფიქრე და შექმენი, ენერგია გარდაქმენი, ანუ ეგ უნარები და ეგ ძალები არის რა, მაგრამ ჯერ მასეთი განვითარებულები არ ვართ ადამიანები და კაცობრიობა, რომ მაგ დონეზე ესე ჰაერში გავაჩინოთ რაღაცები და ამიტომ რაღაცას ვწყალობთ ახლა რა, დღესდღეობით რა დონეზეც არის ეს მანიფესტაცია, რომ აბა იქ ბილბორდი გავაკეთო და აბა დავწერო და ტელეფონზე დავიყენო და ვიფიქრო და ემოცია განვიცადო, რაღაცა კუსნაბიჯებით ვწყალობთ რა მაგას, მაგრამ
დროის ხარჯვა ხო რეალურად არ არის დიდას. თუ განვიხილოთ, რომ ეგ არის გზა, როგორც ადამიანის სული სწავლობს მე ენერგიის გარდაქმნა საბოლოო ჯამში, სადაც მივა უამრავი ინკარნაციის შემდეგ. ხო, ეხლა პატარა ბავშვის დონეზე ვთამაშობთ, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან სისულელეა რა, არ ჭირდება არავის სამანიფესტაციო საქმე არ გვაქვს, ყველაფერი მოცემული არის აქ რა და უბრალოდ მაგის ადამიანებმა ეგ უნდა გაიაზრონ, რომ არაფერი გარეთ არ არის, თავის თავში არის ფულიც, ურთიერთობაზე, ყველაფერი თავის თავშია და მანიფესტაციის სურვილი ჩნდება დანაკლისი შეგრძნებიდან, რომ მე რაღაც არ მაქვს და მინდა რომ მქონდეს და ეს უფრო რთული და უფრო რაღაც შეხლართული პროცესია, ვიდრე უბრალოდ ის რომ გაიაზრო, რომ ყველაფერი არის უკვე შენში და ეს იგრძნო რომ ეგრეა, მაგრამ მაგის სწავლა უჭირთ რა და ამიტომიდან მეორე კუთხით რომ არ არის ჩემში და მოდი შევქმნი. ხო და დროის ხარჯვა არის კი, მაგრამ ზოგ სულს ჭირდება ვისაც ეგეთი გართობები მოსწონს, გაერთოს რატომაც არა, მაგრამ თუ თავის თავში ადამიანი გაიაზრებს რომ ყველაფერი თავის თავშია და თავად ღმერთი არის, არ დაჭირდება ეგ გამრუდებული გზის გავლა. და ლოცვა მანიფესტაცია არის იგივე? არა, ლოცვა მანიფესტაცია არ არის. ლოცვა არის კავშირის დამყარება უმაღლეს ძალებთან, მფარველებთან და იმაზე უფრო მაღალმდგომ ძალებთან. ლოცვა ძალიან ძლიერია. ლოცვით ფაქტიურად ხდება ეს კლიკ ადამიანსა და მის ჰაიერ მდგომარეობებს ან ჰაიერ არსებებს შორის და ასე ვთქვათ კონტაქტის დამყარება, იმიტომ რომ ამ სამყაროში ასევე გამოდირექტორი თავისუფალი ნება გვაქვს ხო? ზევიდან ესე მაგალითად შენ მფარველი რო გიყურებს რა და შენ რაღაცა სადღაც იჩეხები, ანუ შენ თუ არ გამოთქვი სურვილი, იმას არ აქვს დახმარების უფლება რა, ან რაღაცა დოზით აქ ხა აქ პროცენტებში ვერ გავშლი, ძალიან რთული კომბინაციები არის, მაგრამ ყველა ანგელოს აქვს რაღაცა დოზით და ყველა მფარველს რაღაცა დოზით დახმარების უფლება და რაღაცებში არ აქვს ჩარევის უფლება და ჩვენ უნდა ვთხოვოთ. ჩვენი ნება უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ თავისუფალი ნება გაგვაჩნია, ეგეთი არის სამყარო. ამიტომ ლოცვა საჭიროა იმისთვის, რომ ფაქტიურად ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მფარველებს და ზედა უფრო მაღალუბრეცულ არსებებს იმის უფლებას, რომ ჩვენ დაგვეხმარონ, ფაქტიურად ეგ ხდება. ან მაგალითად თუ ჯანმრთელობა უნდა ადამიანს და ამას დაამანიფესტირებს თუ ლოცვით ითხოვს სრულად განსხვავებული. კი, და მანიფესტაციაც ძალიან არასწორი გზაა. რაც არ გინდა დაამანიფესტირო, ძალიან გრძელი გზაა და ძალიან უაზრო გზა არის. და ლოცვით უბრალოდ შენს მფარველებს ეუნები, რომ მე უფლებას გაძლევ, რომ დამეხმარო, ეგ ხდება ლოცვით რა. და ეს ლოცვა თვითონ როგორი არ რამე წესი აქვს, როგორიც უნდა იყოს? არა, გულის მდგომარეობა არის ლოცვა. და არა სიტყვები. ანუ შეგვიძლია არაფერი არ წარმოთქვა, უბრალოდ გულში იგრძნო ის ემოცია და ის განცდა, რაც ლოცვის დროს ხდება. და საერთოდ არის ლოცვა სიტყვებით. შინაგანი მდგომარეობა არის რა. შინაგანი მდგომარეობა, სადაც ემოციურად ვიბრირებ იმ სიხშირეს, რომ მე აქ ვარ, მე მჭირდება დახმარება და მე უფლებას გაძლევ, რომ დამეხმარო. ანუ ეს არის მხოლოდ რა. და სიტყვებით ახლა ყველა კულტურაში და ყველა იმაში სხვადასხვანაირი ლოცვები არის და ყველა სწორია, რომელიც ადამიანთან სინქრონშია, მაგრამ მთავარი არის შინაგანი მდგომარეობა და არა სიტყვები. და მაგალითად აი თუ ბრმად ამბობ მამა უჩვენოს პირობითად არანაირი აზრი არ აქვს. არა. ეხლა ის მომენტიც მუშაობს, რომ ხო იცი რასაც დაიჯერებ, მე კომფორტულად ხარ რა და თუ ეხლა გჯერა რომ ესე მაგალითად ტაქსის მძღოლები რო გაივლენ ხოლმე იმასთან, ეკლესიებთან და ტუფტაზე იმას პირჯვარს იწერენ, ხა ეგ არ ფსარშობა, მაგრამ თუ თვითონ ჯერა რომ ეს რო არ გააკეთოს, რამე დაიმართება, მაშინ შეიძლება მართლა რამე დაიმართოს, იმიტომ რომ ადამიანებს თვით დაპროგრამირების ისიც აქვს უნარი ხო და ტუფტაზე არაფერს არ შვება, არც პირჯვარი და არც ლოცვა და არანაირი არც მანტრა და არაფერი არ შვება ტუფტაზე არაფერს, ან გულში უნდა იყოს სწორი, ან გულის ჩაგრით ამყარებ კონტაქტზე და ძალებთან და გულში უნდა იყოს სწორი მდგომარეობა.